საღამოშვიდობის პირდაპირ ეთერშია სენაკ-ეგრისის სპეციალური გამოშვება. მე მისი წამყვანი ჟურნალისტი ჭემბა გამბერშიძე გახლავართ. 16 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. რა მდგომარეობა მუნიციპალიტეტში COVID-19-თან დაკავშირებით დეტალები ნახეთ სიუჟეტში. 16 ოქტომბერს სენაკის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 3 შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ ტელეკომპანია სენაკ-ეგრის სენაკის საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში განუცხადეს მათი ინფორმაციით ინფიცირებულთა შორის ერთი არასრულოვანია. დღეს მდგომარეობით სენაკის მუნიციპალიტეტში ყავს 33 ინფიცირებული პაციენტი. 33 ინფიცირებული პაციენტიდან 17 პაციენტი ბინაზე გადის მკურნალობას და უსიმპტომოა, დანარჩენები გადაყვანილი არიან კლინიკებში და გადიან მკურნალობას. თვითიზოლაციაში ყავს 218-იანი და ისინი გადიან თვითიზოლაციის კურსს ბინაში. მათგან 110 არის აჭარა ტექსტილის თანამშრომლები და დაინფიცირებული ამ 33 პაციენტიდან 16 აჭარა ტექსტილისაა. ბოლო 24 საათის განმავლობაში 3 დადებითი შემთხვევა გვაქვს. ვინ არიან ეს ინფიცირებულები? ინფიცირებულები არიან სამივე პაციენტები არიან, ერთია დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი, მეორე ბავშვია და მესამეც 80 წლის ქალბატონი. რეკომენდაციები ისევ იგივე რჩება მაქსიმალურად, ეხა უკვე არა დაახურულ ღია სივრცეში სასურველია ვატაროთ პირბადე, ყველამ დავიცვათ დისტანცია არანაკლებ 2 მეტრისა და ხშირად ვიბანოთ ხელები. როდის უნდა მიმართოს პაციენტმა? და პაციენტი რომელიმე ადამიანს თუ აღმოაჩნდება ერთ-ერთი დამახასიათებელი სიმპტომი ამ დაავადების, აუცილებლად მიმართოს 112-ს დაუკავშირდეს და 112 მათ დააკვალიანებს, დაუკავშირდება ან ოჯახის ექიმი, ან გადაიყვანს პაციენტს მდგომარეობის მიხედვით 112 ღებულობს გადაწყვეტილებას. საგან გაშენ მდგომარეობა მუნიციპალიტეტში არა გვაქვს სტაბილური მდგომარეობა გვაქვს. შეგახსენებთ, საქართველოში 16 ოქტომბრის მონაცემებით კორონავირუსის 15327 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ გარდაცვლილია 41 პაციენტი. როგორც ამის სენაკში კორონავირუსთან დაკავშირებით დაწესებულ რეგულაციებს, ამ თემით ჩვენი გადამღები ჯგუფი დაინტერესდა, დეტალები ნახეთ სიუჟეტში. საქართველოში ბოლო დღეებია კორონავირუსის მაღალი შემთხვევები ფიქსირდება. სოციალური დისტანცია, ხელების ხშირი დაბანვა და პირბადის გამოყენება. ეს ის ძირითადი რეკომენდაციებია, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო და ეპიდემიოლოგები გასცემენ. როგორც ამენ ამ რეკომენდაციებს სენაკში ჩვენ ადგილობრივები გამოვკითხეთ. ვიცავ ახლა მანქანაში ბაკ ეს რაკია სითხეც, რომელიც მანქანის მისვლის შემდეგ ამ სითხეთ სადაზღვევო სითხეთ ვიმუშავებ ხელს. ოჯახში ყველა ვიცავთ ამ COVID-თან დაკავშირებულ რეკომენდაციებს, რაც არის ეს როცა ხალხი გადაიშვია პირბადას, მე მაინც მეკეთა პირბადე, იმიტომ რომ ეს აუცილებელია, ერთმანეთი უნდა დავიცვათ ჩვენ. პირბადე საპნით დაბანა ხელის ხსნარით დაბანა. დიახ. მაღაზიაში ისე არ შეიძლება შესვლა და ის პირბადე და ის რო არ კონდეთ. დაიცვა რა საშუალია ჯანმრთელობა არ მიწყობს კიდევ ხელს. ძირითადად რეკომენდაციებია ვთქვათ. დავით, პირბადე უნდა დავიკეთოთ, აბარა ხელებიც უნდა დეზინფექცია გავიკეთოთ. მოსახლეობა რამდენად იცავს თქვენი აზრით? რა ვიცი, როგორც შეუძლიათ ისე. აუცილებლად ვიცავ. კონკრეტულად რას? რას პირბადეს ხელის დაბანვა ეს რასაც ლაპარაკობენ ყველაფერს. მოთხოვლებენ შეფრები განიშნო რომ გავიკეთოთ ეს არის მაღაზიაში ხარ გაგრაფსკებენ რომ თუ არ გაქვს ნორმალია. მოსახლეობა რამდენად იცავს თქვენი აზრით რეკომენდაციებს? არც იმდენად, მაგრამ მაინც იცავენ. შეგახსენებთ, საქართველოში 16 ოქტომბრის მონაცემებით კორონავირუსის 15327 შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან გამოჯანმრთელებულია 7613, ხოლო გარდაცვლილია 41 პაციენტი. ახლა კი ეთერს თბილისის სტუდიას უთმობთ. არჩევნებამდე 15 დღე დარჩა, რა ნორმები შეიმუშავა CESCOM. სოციალური მუშაკების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპზე ვაქცინაციას ითხოვენ. პანდემიის როლი ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაში. მოგესალმებით, გიერთდებით თბილისის სტუდიით, მე გიგა აბულაძე ვარ. არჩევნებამდე 15 დღე დარჩა, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ის ზომები გაწერა, რომელიც საარჩევნო უბანზე მისულმა ამომრჩეველმა პანდემიის პირობებში უნდა გაითვალისწინოს. რეკომენდაციების და მათი შეფასებების შესახებ უფრო ვრცლად ნატალი ნემსაძე გიამბობთ.
კენჭისყრის კაბინა ერთი მხრიდან გახსნილი უნდა დარჩეს და გახსნილი მხარე კედლისკენ უნდა იყოს მიმართული ისე, რომ არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. ამომრჩეველი უზრუნველყოფილი უნდა იყოს ინდივიდუალური მოხმარებისთვის განკუთვნილი კალმით. აუცილებელია პირბადის გამოყენება. თერმოსკრინინგს კი მხოლოდ უბანზე აკრედიტირებული პირები გაივლიან. ამომრჩეველთა ნაკადის მოწესრიგება და მათ შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველყოფის ვალდებულება კი კომისიის წევრებს ექნებათ. ნაკადების მართვასთან დაკავშირებით უნდობლობას გამოთქვამენ სამოქალაქო სექტორის ნაწილში. შოთა დიღმელაშვილი ფიქრობს, რომ ნაკადების მართვა შესაძლოა პოლიტიკური ნიშნით მოხდეს. სპეციფიურ გარემოში ტარდება არჩევნები, ხო? და შესაძლოა ეს სპეციფიური გარემო უსამართლო გარემო იქნება, თუ წინასწარ როგორც ოდენა რაპორტებით ნაკადების მენეჯმენტი როგორ მოხდება, დასაშვებია ის, რომ ანუ ჯერტი წახალისდება მაქსიმალურად ხელისუფლების მომხრეების პრობლემებს შეყვანა და რაღაცა ბარიერები აღემართება პოტენციურად ოპოზიციური ელექტორატის გზაზე. ნაკადის მარეგულირებელთან მხოლოდ 2 წამი შეიძლება ითქვას განმავლობაში მოუწიოს ძალიან მცირე მხრივ ამომრჩეველს შესაბამისი საკანონმდებლო პროცედურების გავლის გამო პირბადის მოხსნა და ამის შემდეგ შედის ამომრჩეველის არჩევნო უბანზე. ის რომ შესაძლებელია რომელიმე საარჩევნო კომისიის წევრმა პრეფერენცია მოახდინოს და ამომრჩეველი არ შეუშვას საარჩევნო უბანზე მათი პოლიტიკური შეხედულებების გამო მინდა გითხრათ, რომ ეს არის წარმოუდგენელი. ცესკოს ჯერ არ გადაუწყვეტია, როგორ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას COVID ინფიცირებული პირები კლინიკებიდან, COVID სასტუმროებიდან და სახლებიდან. პასუხგაუცემელია კითხვაც, თუ როგორ შეიძლება ხმის მიცემას თვითიზოლაციაში მყოფები. ცესკოს განმარტებით მათ საკითხზე საკუთარი წინადადება არასამთავრობო ორგანიზაციებს და პოლიტიკურ პარტიებს უკვე წარუდგინეს. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე კი 15 დღეა დარჩენილი. ცესკოს განმარტებით 15 ოქტომბრის მდგომარეობით პოტენციური ამომრჩევლების მონაცემთა ბაზაში 3,558,291 პირია. სოციალური მუშაკების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გრიპზე ვაქცინაციას ითხოვენ. გაერთიანების წევრები ჩვენთან საუბრისას ამბობენ, რომ მიუხედავად ინფიცირების მაღალი რისკისა, ისინი არც სახელმწიფო პროგრამის რისკ ჯგუფში შედიან და არც დამოუკიდებლად შეუძლიათ ვაქცინაზე წვდომა, რადგან ის დეფიციტშია. ჯანდაცვის სამინისტროში საკითხთან დაკავშირებით ოფიციალურ კომენტარს არ აკეთებენ. სატელეფონო საუბრისას გვითხრეს, რომ სოცმუშაკებს საქმიანობის შესრულება დისტანციურ რეჟიმში შეუძლიათ. სრულად დისტანციურ მუშაობაზე გადასვლის შესაძლებლობას გამორიცხავენ თავად სფეროს წარმომადგენლები. მათი თქმით, პირისპირ ურთიერთობის აუცილებლობა ხშირად გარდაუვალია და შემთხვევათა რაოდენობა უცვლელია პანდემიის ფონზეც. შარშან საქართველოში 100,000 გრიპის ვაქცინა შემოვიდა. ამჟამინდელი მონაცემებით კი ქვეყანაში 35,000-ით მეტი დოზა აქვს შეძენილი, რითიც ხელისუფლების გადაწყვეტილებით ძირითადად რისკ ჯგუფების აცრა მოხდება. სოციალური მუშაობა მოიცავს ვიზიტებზე, სიარულს ოჯახებში, საავადმყოფოებში, თავშესაფრებში, სასამართლოებში და პოლიციის განყოფილებებში. ყველა იმ ადგილას, სადაც შეიმჩნევა მაღალი რისკიანობა ეპიდემიის გავრცელების. ძალიან დიდი რისკია, იმიტომ რომ თვითონ დაინფიცირდება, სხვასაც გადასდოს. პანდემიის დაწყებიდან მალევე მარტის თვეში აფხაზეთის არაღიარებულმა მთავრობამ მოსახლეობის გადაადგილება შეზღუდვა. საზღვარი ამ დროის განმავლობაში რამდენჯერმე მხოლოდ რამდენიმე დღით გაიხსნა. აღნიშნულმა შეზღუდვებმა მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნა, მათ შორის ჯანდაცვის, ეკონომიკური თუ ჰუმანიტარული კუთხით. როგორც ჩაერთო საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის სამედიცინო თუ სხვა სახის დახმარების გაწევის პროცესში და რამდენად ეფექტური იყო გადადგმული ნაბიჯები. თემის დეტალებს ანა არევაძე არკვევდა. რა გავლენა მოახდინა პანდემიამ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან ურთიერთობაზე? შეიცვალა თუ არა დამოკიდებულება და როგორ აისახა პანდემია კონფლიქტების მოგვარებაზე? ექიმების დეფიციტი, შეუზღუდავი მიმოსვლა რუსეთთან, PCR ტესტების სიმცირე. სოხუმის მონაცემებით ოკუპირებულ აფხაზეთში COVID-19 შემთხვევები არ იკლებს. აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის ინფორმაციით ეს ციფრებიც არ ასახავს არსებულ რეალობას და რეგიონში ტესტირებულთა 30%-ზე მეტია დაინფიცირებული. დაინფიცირებულების რომლებიც ავადარიან და მკურნალობას საჭიროებენ. ასეთი ადამიანების რიცხვი სადღაც 1600-1700 აღწევს და უფრო მეტია კიდევ, მაგრამ მათ აქვთ გუდაუთაში ერთადერთი ჰოსპიტალი, სადაც 270-მდე ადგილია საწოლი, ხომ? დანარჩენები ფაქტობრივად ბედის ანაბარა არიან მიტოვებული, სახლში არიან, ალბათ კიდევ ავრცელებენ ამ COVID-ს აი ამით
რით ეხმარება ამ დროს საქართველოს მთავრობა ოკუპირებულ რეგიონს და იქ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს და რამდენად ქმედითია ეს დახმარება. შერიგების სამინისტროს ინფორმაციით პანდემიასთან გასამკლავებლად სამედიცინო აღჭურვილობა, მედიკამენტები და ჰიგიენური საშუალებები აფხაზეთის რეგიონს მიეწოდა. ასევე უწყების მონაცემებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან სამკურნალოდ 140-ზე მეტი ინფიცირებული გადმოიყვანეს. უმეტესობა აფხაზეთიდან, ხოლო ერთეულები ცხინვალიდან. ჯემალ გამახარიას თქმით, მათგან ზოგიერთი გამოჯამრთელდა და დაბრუნდა აფხაზეთში. თუმცა დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევაც. ჩვენ ვიყენებთ ყველა არსებულ ფორმალურ და არაფორმალურ შესაძლო საკომუნიკაციო არხს, რათა შევინარჩუნოთ აქტიური კომუნიკაცია აფხაზეთის რეგიონში მცხოვრები საზოგადოების ყველა შესაბამის რგოლთან, მათ შორის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან იმისთვის, რომ რეგულარულად მივიღოთ ინფორმაცია საოკუპაციო ხაზის მიღმა არსებული საჭიროებებისა და გამოწვევების შესახებ. პანდემიის პირობებში საქართველოს მთავრობას პოლიტიკურ დონეზე მეტის გაკეთება შეეძლო, გვეუბნება კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილი. მისი თქმით, ის ჰუმანიტარული ტვირთი, რაც თბილისმა სოხუმს მიაწოდა, ამოწურვადია და საგრძნობი გავლენა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ვერ მოახდინა. კონფლიქტის კონტექსტში პანდემიამ ვერანაირი გარღვევა ვერ მოახდინა. არ იყო თანამშრომლობა, იყო გაუწყლოება. შეიძლება ითქვას, რომ კორონავირუსთან დაკავშირებით იყო თანამშრომლობა ნამდვილად, მაგრამ მექინების უხშობის დონეზე, რაღაც აი ამ გარეშე შეხვედრების დონეზე, მაგრამ პოლიტიკოსებს არ გამოუყენებიათ კორონავირუსი მეტად უფრო ჩართულობისათვის, თუ რაღაც შეხვედრებისთვის მიეწოდა გაკვირვებულად საქართველოს და რაღაც გარკვეული რაოდენობა, მათ შორის საერთაშორისო თანამედროვეობის ხარდაჭერით, სოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის ჩართულობით, მაგრამ აშკარად უფრო რთულადაა საქმე აფხაზეთში, ვიდრე ელოდენ და ამიტომ ამოეწურათ. თანამშრომლობის მოლოდინი, რომელზეც პაატა ზაქარეიშვილი საუბრობს, შესაძლოა იმით იყოს განპირობებული, რომ პანდემიის პირობებში ექსპერტთა შეფასებით ოკუპირებული რეგიონები კიდევ უფრო ჩაიკეტნენ. ისედაც იზოლირებული რეგიონი პრაქტიკულად რეგიონები პანდემიის გამო საერთოდ ჩაიკეტა და განსაკუთრებით კინეული ეს იყო აფხაზეთისთვის, იმიტომ რომ იქ გარდა იმისა, რომ მიმოსვლა იყო თქვათ სამედიცინო საჭიროებების თვალსაზრისით, ვაჭრობაც საკმაოდ აქტიური იყო, გალის რაიონის მოსახლეობა უამრავ სხვადასხვა საჭიროებებზე მიდიოდა განჩენ საქართველოს ენგურს გამოღმა. მოსაზრებას იზიარებს სამოქალაქო აქტივისტი ოკუპირებული ცხინვალიდან თამარ მეარაყიშვილი. მისი თქმით, მაისთან შედარებით COVID სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო კავშირი საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიებთან კიდევ უფრო გართულდა. ისედაც იზოლაციაში ცხოვრობდით და ცხოვრობს დანარჩენი სამხრეთ ოსეთი, ჩვენი რაიონი მით უმეტეს უკვე და 2 თვეა და ამან მოახდინა ძალიან ცუდი გავლენა. საქართველოს ხელისუფლებას ჰქონდა განცხადებები, თუმცა განცხადებები მგონი განცხადებების და შეთავაზების დონეზე დარჩა. ქართველები აფხაზებისა და ოსებისთვის ამ სახელწოდებით დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა და ადამიანის უფლებათა ცენტრმა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებთა დასახმარებლად აგვისტოში კამპანიაც დაიწყო, რომელიც სამედიცინო პერსონალისა და პაციენტებისთვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად თანხის შეგროვებას გულისხმობდა. კორონავირუსთან დაკავშირებით კარგი პროგნოზი არ გვაქვს, რიცხვები ძალიან კატასტროფულია. ამის შესახებ ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა განაცხადა. ინფორმაციას როიტერსი ავრცელებს. ჩეხეთში გასული დღის განმავლობაში კორონავირუსის 9544 ახალი შემთხვევა დადასტურდა, რაც პანდემიის დაწყების დროიდან ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელია ქვეყნისთვის. გარდა იმისა, ვირუსს კიდევ 35 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და დაღუპულთა რიცხვი საერთო ჯამში 1072-მდე გაიზარდა. ჩეხეთის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანაში პანდემიის დაწყების დროიდან ინფიცირების 140,000-მდე შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 77212 ადამიანის მკურნალობას ამჟამად უტარებენ. ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ყოფილი ხელმძღვანელის დოქტორ თომას ფრიდენის განცხადებით, ვაქცინის გამოსვლამდე ჯოგური იმუნიტეტის პრინციპით ბრძოლა კორონავირუსთან არასახარბიელო გადაწყვეტილებაა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს. ფრიდენის განცხადებით, ვირუსის თავისუფლად მიშვება საზოგადოების ფართო მასებში სრულად წარმოუდგენელია. მისივე თქმით, ჯოგური იმუნიტეტის განვითარებას ის პირები უჭერენ მხარს, ვისაც პანდემია ეკონომიკური კრიზისის საფრთხის წინაშე აყენებს. ამით თბილისის სტუდია დასრულდა, ნახვამდის. ამით სენაკეგრისის სპეციალური გამოშვება დასრულებულია, მე პარასკევამდე გემშვიდობებით.